გერმანელი პოლიტიკოსის განცხადებით, USAID უნდა დაიხუროს. კრისტინა ანდერსონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სააგენტოს საქმიანობას აფერა უწოდა და აღნიშნა, რომ ის კიდევ ერთ თაღლით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აფინანსებდა. არის ის კლიმატის შეთანხმება არის აფერა, ჩვენ უნდა დავასრულოთ თაღლითობა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. USAID არის აფერა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც თაღლითური გზით გადასახადების გადამხდელების თანხებს ხარჯავს, ათეთრებს ფულს და ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ეგიდით ქვეყნის საზღვრებს გარეთ საზოგადოების აზრით მანიპულირებს, რათა გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილებაზე. ამიტომ ის უნდა დაიხუროს. USAID აფინანსებდა ლაბორატორიას ვუჰანში, საიდანაც გავრცელდა ვირუსი და დაიწყო COVID ტოტალიტარიზმი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაც არის აფერა. ადამიანებს ყელში ამოუვიდეთ არარჩეული ბიუროკრატები ლობისტური ორგანიზაციიდან, რომლებიც მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს ლობირებენ. პრეზიდენტმა ტრამპმა გვიჩვენა გზა და თუ ჩვენ არ გვსურს ისტორიაში სრულ იდიოტებად შევიდეთ, მაშინ მის გზას უნდა გავყვეთ.